გამარჯობა მეგობრებო. მე ვარ თომადესკი, ჩემი YouTube არხია. მე დავდე ერთ-ერთი ვიდეო, აი YouTuber-ები, რომლებიც უხარისხო ეგ ვიდეო დავდე და მე გაყურებიებთ, ლინკი რა ვიცი დავტოვებ თუ არა, მაგრამ არ დაგასპოილერებ და თქვენ თვითონ უყურეთ და რა ვიცი და დღეს ვიღებთ ერთი YouTuber-ი დაგპირდი ილო 1-2-3 მილიო მაგი YouTuber-ზე და ილო 1-2-3 და ლიო ეგ YouTuber-ი დაგპირდით ის რაღაცა კარგი YouTuber-ი არ ჩანს, მაგრამ რა ვიცი. აი ესაა. ილია, ილო 1-2-3 ლიო. სიმართლე გითხრათ, რომ ძალიან ბავშვი ილია, ვინც ამ ვიდეოებს დებს, ცუდად იქცევა რო გითხრათ, იმიტომ რომ მან Roblox-ზე ამირია დაუკითხავად, გაბრიელმა რაღაცა დააყენებია და მე არ მკითხეს. ძალიან ცუდად იქცევიან ილია და გაბრიელი, მაგრამ უფრო ილიას ვაბრალებ მე რაღაცებს და დიახ და ილია რა ვთქვა, ცუდი YouTuber-ია. ეგეც მართალი იქნება, მაგრამ ეს არის ეს. გამარჯობა, გთხოვთ ჩამირიცხოთ Roblox-ები. რა უნდა ჩაურიცხოთ? ვერ არის. იმიტომ რომ თვითონ ხო შეუძლია ფული გადაიხადოს ამ რაღაცა Roblox-ებში. შეხედე. მე მივწერე. თუ გინდა Roblox-ები კომპიუტერში აკრიფე Roblox Studio და გიქნება Roblox-ები. ეგ თამაში გააკეთებ, თომას ათხარ მოვდივარ, ეგ სოფელში მწერდა ჩემი სოფლის მეგობარი ილია. ის დევს ძალიან რაღაცა სურათები აქვს, კაი, მაგრამ არ მომეწონა ეს პოსტი, გამარჯობა, გთხოვთ ჩამირიცხოთ Roblox-ები, ეგ ყველაზე დებილობა. მის ვიდეოებს აქვს ძალიან ცოტა ნახვა და იმ საწყალს ყავს 23 გამომწერი. მისი ვიდეოების სახელი კაი აქვს. ეგ ძალიან ცუდი სახელია. ამას კაი სახელი უწერია. ზოგიერთი ვიდეო ერევა, კვარა. აქ კაი სახელები უწერია იდეას და ეს რეკლამა. გამოიწერებათ რა მაგარია. მადლობა. აი. გაბრიელი გაჩერდი. გაბრიელი თამაშობს და ხო Roblox-ში აი ის რო ხარ, აი მატარებლის თამაში. ხდება და იქ ცხენი დადli. ხო და აი ცხენი არა. ესაა ახალი ვიდეო. რაღაცა უწერე ყავს და ვიდეო არ მიტეს. აბა ნახეთ. ცოტა უხარისხო ვიდეოა, როდის გასწორდება ხარისხი. დიახ, ისიც იწერს ჩემს ნაირის screen record-ით. მე დამასაბუთე. მასაც ცოტა. ხო, ოკეი. ვიდეო ისეთი გამოგიწერეთ. ილია მატერია. და 500 რაღაც გამოდეღა ვიდეო. ბიჭო. და მას უდევს ეგრეთვე ცოტა უხარისხო ვიდეოები, მაგრამ ესა ილიას არხი. ეს არის რა თამაშია? მე ეს არ მაქვს. აუ, ინტერნეტმა გაუჭირდა, რატო ვერ გაიქალისწინა ილია? თვა კიდე ჩემი სახელი ახსენა, მადლობა, რომ ილიას მადლობა, რომ ჩემი სახელი ახსენა, მაგრამ რა ვიცი, ცოტა ცუდი ვიდეოებს არ დებს, მაგრამ ცოტა უხარისხოებს დებს. ეს არის ძალიან კარგი ხარისხის. არ მუშაობს მეგობრებო ეს ვიდეო. მაგალითად ილია არის ძალიან კარგი YouTuber-ი, მაგრამ ცოტა ცუდად იქცევა ბავშვი ილია, იმიტომ რომ ჩემს გარეშე Roblox-ში რაღაცა აურია, ილიამ აურია რაღაცები და უნდა გავასწორებიო Roblox-ში. მისი ვიდეოები ცოტათი ვარგა და ცოტათი არ ვარგა და რა ვიცი. და მეგობრებო, კიდევ გამახსენთ და აი რაღაცა ფოტოს ავაკვირდი, აქ არაფერი და კაი, ეს აი რაღაცა ვიდეო. თავის რაღაცა კვადროზე. ეგრე მეც მყავს კვადრო. მეგობრებო, ეგრე მეც მყავს კვადრო. ეხლა ვიყიდე. აი ესა სახელი. არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა და დალაიქება. ეგ არის რაღაცა. აი და იწერება პირდაპირ. ეს კაი ხარისხისა, მაგრამ სახელი უწერია არ დაგავიწყეთ და არ თამაში სახელი რატო არ დააწერა მას YouTube-ზე და პირდაპირ ეგ აღწერაში დაეწერა. იმიტომ რომ ესა ძალიან ცუდი ხარისხის ვიდეო.
ძალიან პატარა ეკრანია, მეგობრებო. ეს კაი ხარისხისაა, ზეფო. თუ არა მოგიგდოთ სდახ. ეს მე და ილიამ გადავიღეთ და რა ვიცი, ეს არის ესეც ცუდი ხარისხისა, ესაა ილიას პირველი ვიდეო. და მე შევქმენი YouTube არხის სიმართლე გითხრათ. და აქ გამომიწერეს. კაი კომენტარია. 15 ვიდეო სულდა 2016-ში არ დაუწყი ამას. მისი ტელეფონი აჩუქა ბებიამისმა და იმას ჰქონდა აკაუნთი 2016-ში და მე გადავაკეთეთ სახელი ლილო 123 ლიო და მას ქვევით უწერია ილია ჯაკვეტაძე, კაი. მას სახელი და გვერდიც კი უწერია ქვედა იმაზე, მაგრამ მე მიწერია გაჩვენოთ რა განსხვავება. იმას უწერია აღწერაში TikTok ლინკი. მე ცალკე მაქვს აღწერები და ცალკე მაქვს ლინკები. მე ვარ თომა, არხის დამფუძნებელი. ჩემი გამოწერების მომგროვებელია აპლიუსი. ჩემი არხი თომა 2015. ჩემი ძმის არხი გაბრიელ 2018. სულ like and subscribe. კაი, მე დავიწყე 2023-ში იუთუბელობა და ნახვებით მეტი მაქვს. ილიაც კაი იუთუბელია, სიმართლე გითხრათ, მაგრამ რატო აღარდებს ვიდეოებს? აწავიდა ილია, ეზარება ვიდეოების დადება, მაგრამ მან მითხრა, აკაუნთი როგორ უნდა დავიბრუნო YouTube-ზე, თუ არ ვწდები ეგრე მითხრა და რა ვიცი, ვერ გავიგე. უბრალოდ ეზარება ვიდეოების დადება თუ აკაუნთი შეცვალა ან რაღაცა. მეგობრებო, მას აქვს ბებიამისის აკაუნთით გადაღებული ვიდეოები და მისი პაროლი და ისინი არ ეცოდინება თვითონ და იმეილი, მაგრამ მას აქვს ესე იგი YouTube ლინკი და რა ვიცი, YouTube ლინკი კი არა, TikTok ლინკი და YouTube ლინკი. მაგრამ რა ვიცი, სიმართლე გითხრათ, კარგ ვიდეოებს დებს, შორტ ვიდეოებს უფრო მეტი ნახვა აქვს, ვიდრე დიდ ვიდეოებს. მაგრამ ერთ-ერთი პოპულარული რომელია? ჩემი აზრით პოპულარული არის კვადროზე ვიდეო რა. ანზე ფლოიზელავა უფრო პოპულარულია. არა, ის პირველი ვიდეო უფრო პოპულარულია, ეს რაღაცა ვიდეო. კვადროს რაღაცა ესა ილიას პირველი ვიდეო. დიახ, პირველი ვიდეო ილიასი. და ეს პირველი ვიდეო ამ ზაფხულს გადავიღე. ამ ზაფხულს კი არა, 1 წლის წინ მახსოვს როგორ ილიას როგორ შევქმენი რაღაცა თამაში. რაღაცა YouTube არხი და თამაში როგორ გადაიღო. მას ძალიან უნდა მახსოვს როგორ შევქმენი არხი და როგორ ვიწვალეთ ცოტათი, მაგრამ რა ვიცი. მას კაი ვიდეოები უდევს ვაქეთ, მაგრამ რა ვიცი, Roblox-ში ამირია რაღაცები და რომოა ილია, შენ თუ უყურებ, კიდევ დადე ვიდეოები გთხოვ და მე ისიც დადე Roblox-ი როგორ უნდა გავასწოროთ. ილიამ ამირია Roblox-ში რაღაცები, მან რაღაცა დამიყენა ჯეოსტიკი, რაღაცა ბანძობა დამიყენა Roblox-ში და ილიას ვთხოვ რომ გამომისწოროს, მაგრამ ილია ძალიან კაი YouTube-ი აქვს. მე Roblox-ი ოღონდ ამირია, მაგრამ Roblox-ი მაქვს მე არეული. მან ილიამ ამირია ჩემი Roblox-ი, რაღაცეები უქნა და ჯობია რომ გამისწოროს და ვიდეოებიც დადოს რა, Roblox-ის გამისწოროს და ვიდეოები დადოს იმაზე როგორ უნდა გავაკროთ უაზრო ჯეოსტიკები Roblox-ში. ჯეოსტიკები, მან უფრო კარგად იცის Roblox-ი. მგონი და ისე რატო ითხოვს ილო 123 ლიო Robux-ებს. მისი მანქანა ახალია, ეს მისი მანქანა არა, Google-დან მე და ილიამ რაღაცეები უქენით მაიმუნებები. ილიას ახეს ვერ აჩენს, იმიტომ რომ კომპიუტერით იღებს და შორტ ვიდეოებში მარტო მისი ხმა და სახე არ ჩანს. და ჩემ ვიდეოებში ჩანს სახე სულ ძველ ვიდეოებში. გახსოვთ თქვენ პირველი ჩემი ვიდეო? აბა მე უნდა შევადარო, ხო, მე უფრო დიდი ხანი ვარ რაც ამ YouTube-ზე. ძალიან დიდი ხანი ვარ ამ YouTube-ზე და რა ვიცი. აი, ეს ჩემი სახეც აქ ჩანს. გახსოვთ ჩემი სახე, ზოგიერთი ჩანდა, ზოგიერთი არა. მაგრამ ისეა ილია არ იღებს, რავი, თავის სახეს არ აჩენს, არ უნდა YouTube-ზე. უნდა, მაგრამ ტელეფონით ვერ გამოაჩინა რა. ტელეფონის screen recorder-ი მაგას არ აცდის და კომპიუტერი არა აქვს, რა დაშლილი დიდი კომპიუტერი აქვს, მაგრამ თუ აწყობს. ილიას არხი არის ძალიან კარგი არხი აქვს.
გთხოვ ჩემი გამოიწერეთ და ილიასი, მაგრამ ილია ღირსი არაა, იმიტომ რომ მათ ცოტა ვიდეოები დადო და ცოტა გამოწერი ყავს, მაგრამ ილია ძალიან კაი იუთუბერი კი მგონია. იმიტომ რომ ჩემი ნათესავია ჯერ ერთი. ჩემი ნათესავია და 1 2 3 4 5 6 7 8 ვიდეო უდევს დიდი და შორტები 1 2 3 4 5 6 7 სულ გამოვიდა 15 ვიდეო ეგრე რო ვთქვათ. და რა ვიცი ილო 1 2 3 ლიო არის ჩემი აზრით ძალიან კაი იუთუბერი, მაგრამ თვითონ ადამიანი ილია ცოტა ცელქია რა ჩვენ სოფელში ერთად თამაშობთ. მისი ვიდეოები არის აი ესეთი ვიდეოები. ყველაზე მთავარი ვიდეო ეგრეა წერია და 35 მოწონება აქვს. შეხედეთ რაღაცა ვიდეოები. ეს რეკლამაა. ვაი, გმენიწერე. შრომադրაობა რამდენივე ცენტრისკენ. ეგ სახელი არის წერია და ესე იქცევი ითომ არ გინდა. მალე მდინარეზე წავალ ამით და გადავიღებ. უი, ეს რატო უწერია? გამოვიწერე. მადლობა. ეს მე მიწერე თინასა. ეს რეკლამა. კვადროს განხილვა. მას მუსიკა უდევს. მაგრამ ილიაზე არ ვამბობ, რომ ძალიან ცუდი იუთუბერია, მაგრამ ცოტა პრობლემები, რა ვიცი. მაგრამ თვითონ ადამიანი ილია არის კაი ადამიანი, რო თქვა, მაგრამ ჩემ ძმასთან ერთად როცა არის, მან Roblox-ი ამირია და გაასწორებს. მე მაგაზე კი არ მქონდა Roblox-ის არევაზე პრობლემა, არც ილიას YouTube-ზე არ მაქვს პრობლემა, მაგრამ მას აქვს კარგი YouTube არხი. მე გადავიღებდი ილიას YouTube არხის განხილვას და მას რა ვიცი, აღწერაც კი არა აქვს ვიდეოებს, მაგრამ რა ვიცი, ილია მალე გამოასწორებს, ან აკაუნტს დაიბრუნებს. მე მგონია აკაუნტი ვერ დაიბრუნა მან და ახალი ტელეფონი აქვს, ან საერთოდ ეზარება მან, ან თქვა რომ მეზარება YouTube-ის დადება ვიდეოების, მაგრამ მგონია მისი ტელეფონი მალე გაფუჭდება და ეგ აკაუნტი აღარ ექნება. და ვერაფერს ვეღარ გადაიხებს და გთხოვთ მეგობრებო, იმის არხი გამოვიწეროთ მაინც და ჩემით და გეხვერწებით, რომ ილიასაც შეაქეთ რა ძალიან კარგი იუთუბერი რომაა. და გამოიწერეთ, გეხვერწებით ჩემი არხი და ავიყვანოთ 200 გამომწერზე ან 800 გამომწერზე. მე მინდა ეგ სულროდ ჩემი არხი ავიდეს ძალიან ბევრ გამომწერზე და რა ვიცი, მეგობრებო, ილიასიც გამოიწერეთ ძალიან გთხოვთ ილიას არხი და მისი შეხედეთ რა ლამაზი BMW ახატია შეხეილია. ყოჩაღ ილიას და მე და ილიამ დავახატეთ. ეგ BMW ილიას ძალიან უყვარს BMW, მე მგონი და იმიტომ დაახატა და ეს მისი სიყვარელი მანქანაა, მაგრამ თქვენ გთხოვთ ჩვენი ორივეს არხი გამოიწეროთ და მოიწონოთ ილიას ვიდეოები და ჩემით. არ უდევს გაბრიელს დებილობა, გაბრიელსაც კარგი უდევს. გაბრიელის ძალიან კარგი იუთუბერია. გამომწერები ყავს შენ 9 მე მგონი. გაბრიელს თუ არ ვწდები 10 თუ 9 გამომწერი, გაბრიელის არხიც გამოიწერეთ, გთხოვთ. და ჩემი მეგობრები, რა ვიცი, კიდე ვინები მყავს რა და რა ვიცი. გაბრიელის არხსაც მივაგნებთ. სადაა გაბრიელი? ალბათ გაქრა ჩემი მიდან. გაბრიელს აწახვედი შენ. ჩემი YouTube-დან ხوار გაქრა. ჩემი სხვა რა ქვია და ყველაზე კომოდ ვიქნები. გაბრიელი არ არის შემორჩენილი. მან კაი სახელი დაიწერა YouTube-ზე. აჰა, გაბრიელი. მას ძალიან კაი ვიდეო უდევს და 10 გამომწერი ყავს. გამარჯობა მეგობრებო. დღეს უნდა განახვით რა ჩამოვიდა ჩემთან. ო, გეტყვი. ესაა გაბრიელის. აუ, ნაზერული. შენც კარგი ვიდეოები გაქვს და ილიას. ხმარი. აი. ესაა გაბრიელის ვიდეო, მაგრამ თქვენ თვითონ უყურეთ გაბრიელი. აღწერაში დავტოვებ ვიდეოს, რომ მე ილიას არხის ილიას არხს დავტოვებ, გაბრიელის არხს დავტოვებ და
რა ვიცი, ვიღაცების არხის ლინკებს დავტოვებ ჩემი არა, ილიასი და გაბრიელის გადადით და გთხოვთ უყურეთ და რა ვიცი ილიას იმ ბანძი იუთუბელებს ჯობია ილია ბანძი არ ვამბობ ზოგიერთი იუთუბელებს არ დავსწინი მაგრამ ილია ყველაზე კარგია ილია არის ძალიან კარგი იუთუბელი და მის ინტროს შეხედეთ რა კაი ინტრო აქვს და დატკბით ილიას მანქანის YouTube მანქანით იმაზე ეს ილიას YouTube მანქანა რა ვთქვათ YouTubeli მანქანა ხო და კარგად ავაგე მშვიდობებით და ილიას და ჩემი არხის გამოწერა და გამოწყეთ ყველა ვიდეოს ილიას და ჩემი მოწონება და კარგად იმედია ილია ან ახალი account შექმნის თუ ტელეფონი გაუფუჭდა თავისი ძველი ან აღარ დაეზარება და დადებს ვიდეოებს და გთხოვთ თქვენს ატვირთეთ ვიდეოები ყველამ და კაი ვიდეოები გამოგივიდეთ ილიას ვიდეოებს აქვს სახელები ერთი ვიდეო აუსახელო მაგრამ განაჩენები სახელებიანი აბა გემშვიდობებით და კარგად